გამარჯობა. გვიხარია რომ აგზავნებ ჩვენს გაკვეთილებს. წინა გაკვეთილზე ვისაუბრეთ იმ პერიოდებზე, როდესაც თევზჭერა აკრძალული იყო. ამიტომ მეოთხე გაკვეთილი დავუთმოთ საკითხს, რატომ არ შეიძლება თევზჭერა ყველგან. და რა ზონებია საქართველოში თევზჭერისთვის აკრძალული. საქართველოში აკრძალული ზონები ძირითადად სამ ტიპად იყოფა. დაცული ტერიტორიები, მაგალითად კოლხეთის ეროვნული პარკი. დასავლეთ საქართველოში, სადაც მრავალი სახეობის თევზი ბინადრობს. მათ შორის შავი ზღვის ორაგული, რომელიც გადაშენების პირასაა. ვაშლოვანის ან ბორჯომხარაგაულის ნაკრძალები. აქ თევზაობა კატეგორიულად აკრძალული, რათა არ დაიღოს ბალანსი. სარეპროდუქციო ზონები. ადგილები, სადაც თევზები ქვირით დებენ. მაგალითად, რიონისა და ენგურის კონკრეტული მონაკვეთები გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც შავი ზღვის ორაგული და თეთრი ზანდარი იწყებს გამრავლებას. სელექციური ზონები. ადგილი, სადაც თევზჭერა შეიძლება მხოლოდ გარკვეული ნებართვით და პროტოკოლებით. მაგალითად, შავი ზღვის მონაკვეთში ბათუმთან და ფოთთან ახლოს, სადაც არ შეიძლება ბადეების ან ელექტროშოკის გამოყენება. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ ეხება. მოდის საერთაშორისო დონეზეც აღმოაჩინოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი. მაგალითად, ნორვეგიაში და კანადაში თევზჭერის ზონები მკაცრად კონტროლდება. არასწორად ჩატარებულ თევზაობას მოჰყვება მკაცრი ჯარიმები და ლიცენზიის ჩამორთმევა. აშშ-ში, მაგალითად, ალასკის წყლებში. გარკვეული ტერიტორია მთელი წლის განმავლობაში დაკეტილი, რადგანაც ემთხვევა თევზების გამრავლების პერიოდს. რატომ ხდება თევზჭერის შეზღუდვა ზონების მიხედვით? რომ დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, არ დავარღვევოთ ბუნებრივი ციკლები, თევზის გამრავლება და კვების ჯაჭვი. შევინარჩუნოთ ეკოსისტემის სტაბილურობა. მაგალითად, თუ სარეპროდუქციო ზონაში დავიჭერთ 5 დედალ ქარშაპს, შესაძლოა იმ წელს 1000-ობით ახალი თევზი აღარ მივიღოთ. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ბუნება იყოს სუფთა, მდიდარი და სიცოცხლით სავსე, მაგრამ ამისთვის საჭიროა ყველა ჩვენს ნაბიჯზე კარგად დავფიქრდეთ. სანამ თევზაობას დაიწყებ, აუცილებლად გადაამოწმე ზონა და პერიოდები გარემოს დაცვის ვებგვერდზე. და თუ შეესწარი თევზჭერას აკრძალულ ზონაზე, დაუკავშირდი შესაბამის ორგანოებს ხალხაზე 153. ერთად დავიცვათ წყლის სამყარო.